საქართველოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ 4 გამომცემლობის არჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება გამომცემლობის გვერდისავლით 4 სტამბას მიენიჭა. მოსარჩელი მხარე აცხადებს, რომ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით ისინი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. გამომცემლობების საავტორო უფლებების აღდგენას და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. იმ წამყვან გამომცემლებს, რომლებიცაც ამით მიადგათ ისეთი ზარალის დიდი შესაძლებლობა, რომ ისინი დაიხურონ და საქართველოს აღარ ყავდეს ისეთი წამყვანი გამომცემლობები, როგორიც არის გამომცემლობა დიოგენე, არტანუჯი, ინტელექტი და ლოგოს პრესი. ეს ქართული ლიტერატურისათვის და ქართული წიგნისათვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. მოსარჩელებმა იცოდნენ, როდესაც ისინი ამ ხელშეკრულებას აფორმებდნენ და როდესაც ზოგადად გრიფირების წესში და პროცედურებში მონაწილეობას იღებდნენ, იცოდნენ, რომ შესაძლებელი იყო ასეთი სამართლებრივი შედეგი, რაც ეხლა გვაქვს სახეზე დამდგარიყო და ესენი შეგნებულად წამოვიდნენ ასეთ სამშინაარსის სამართლებრივ ურთიერთობაზე.